დიდად დარიგებები და იმითი არ იყო რა. მამა იყო ძირითადად უფრო მაგალითით. აი მაგალითად ერთი რაღაცა ერთხელ რაღაცაზე ვიჩხუბეთ და მოკლედ გაბრაზებულმა დედაჩემთან რომ აი მეთქი რა მისწავლია მაგისგან და დედამ იმავე წამს მითხრა ის რაც სუნდა მახსოვდეს რომ შენო ერთი რამეო დაიმახსოვრეო ჩვენ სახლში. არასოდეს არავინ არ გაჭორილაო. არასოდეს არ ყოფილა ფულზე ლაპარაკი და არასოდეს არ დათვლილა არც ერთი სტუმრის საჭმელი. და ეგო უკვე ძალიან დიდი რამე არისო და აუცილებლად წავმოვიდა. ძალიან დიდი მადლობა ეს. ხო, სულ მახსოვს ეგისა რა და მე მეორე ის. წავედით ერთხელ მაშინ რაგბის არაჩვენებს არ მეცხრე არხი იპარავდა მე მგონი და იყო საბურთალო იჭერდა მაგრამ მეცხრე თუ მეშვიდე არხი მოკლედ. ხო და იქ უყურებდით ზერაგბის და ეს ზერაგბი ახლა ისეთი რამეა რომ ეს ხალხი ანდნახე პირველად თაუთაუნი ბაკარო გამოჩნდა და ნუ ეს ხალხი ახლა შენი ვარსკვლავები არიან რა შენი რაღაცა ის და გავიგეთ რომ საქართველოში ჩამოვიდა ამ ზერაგბის მაისურები და წავედით რომ ვთხოვეთ რომ წაგვიყვანე და მახსოვს 50 ლარი ღირს მაიკა მაისური მივედი და არა ვართ მარტო ისე მოხდა რომ ისე მოუწია გავლა რომ მე ვარ ჩემი ძმა არის თუ არ ვშტები ორი ჩემი მეგობარი არის კიდე რა ბავშვობის რა ხო და ეხლა ჩვენ ავიღეთ მაიკა ესენიც უყურე მამამ აბა ამათაცო იმავე წამს და ფული არ ქონდა მაგდენ ეხლა 200 ლარი მაშინ და მახსოვს რაც უთხრა რომ ამასო ერთად დამაცალე და მოგიტანა ეხლა იცნობდნენ ეხლა ვისაც მაისური ჩამოხონდა მამას ეგ მახსოვს სულ რომ აი ჩემი ძმაკაცი იხსენებს ხოლმე ლაშა თაუბერიძე სულ რომ გვეუბნებოდაო რომ ქუჩაში რატო გახართ ამოდით ჩვენთან იყავით სახლში და სახლის სუსავსე იყო ხალხით არ იკეტებოდა კარი რა არასოდეს და ეხლა დიდი ესე დამრიგებლური იმით ვერ ვიხსენებ რაღაცებს მაგრამ აი ესეთი რაღაცეებით იყო